ძვირფასო სტუმრებო და მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. მას ასე, კომედი გრუპი და რუსთავი 2 წარმოგიდგენთ ყველაზე სახალხო, ყველაზე გასართობ და ორიგინალურ შოუს გააცინე და მოიგე. თქვენ თვით რომ თქვენი იუმორი ღირსია რომ ფართო მასებმა გაიცნონ, მაშინ გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები ჩვენს ელექტრონულ მისამართზე. გააცინე ზაღლუკა rustavi2.com. მობრძანდით ჩვენთან და მოიგეთ საკმაოდ სოლიდური თანხა. მას ასე, მოდი მივეგებოთ ჩვენს პატივცემულ ჟიურის წევრებს. ნიკოლო ზარაბიძე და ბექა ოდიანი. აპლოდისმენტები. გამარჯობა, ეს ჩავდგები შუაში. ნიგუშ, მოხდი ჩაწერას. არა. და მალე მოხვალ? მალე მოგაც მოსული ვარ. ახლა ხარ. ხო. ანუ დაგინახი აქ რო იყავი და მეთქი რა მალე ხო არ მოხვალ მეთქი რა ხო არ ახალი მეთქი. ეს დილამდე არ გაჩერდება ეხლა თუ არ უთხარი ვარ წადი დაჯექი. მე უბრალოდ კითხავთ როგორ ახართ? გაიხარე კარგად, კარგად. იმედია კარგ ხასიათზე უფრო მოვალთ. მე დარწმუნებული ვარ, მაგრამ სეიფს ხომ ხედავთ? ხომ გვახსოვს რა ხდება ამ გადაცემაში? ხომ გვახსოვს რომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ბიუჯეტს? მახსოვს. ყველაფერი გვახსოვს. მაშინ გზამშვიდობისა მე აქეთ თქვენს და ჩემზე ადგილს დამძადით მოდავდი. ნიკოლოს ბექა მე გაგაცნობთ და გაგახსენებთ ჩემს ბორდის დანიშნულებას. აქ არის მონიტორი, რომელიც შუაში არის გაყოფილი და თქვენს სახეებს აფიქსირებს, ასე რომ ღიმილს ვერ გამომაპარებთ. 3 ღილა კი ლურჯი, თეთრი და წითელი. ლურჯის დაჭერის შემთხვევაში დროისათვლა იწყება, თეთრი ნიშნავს, რომ 1 წუთი შესრულდა და დრო დამთავრდა, ხოლო წითელი რომ გაგეღიმათ და გაგვეცინა და ფული უნდა გადავცეთ მონაწილეს. ეს ყველაფერი გვახსოვს, ვიცით. მზად ვართ. კი ბატონო. რამეს ხომ არ იტყოდით, რა ვიცი, მაინც. არაფერი დღეს ვარ ბოროტი და არ ვიცინი. არ ვიცინი. ნაჰა. მოდი ვნახოთ როგორი ბოროტი ხარ. დიდი სტიმული არის ჩვენი გაუსწრებლის კი ბატონო, კი ბოროტი და არ ვიცინი. მას ასე ბოროტები და გაუცინარები ვეგებებით პირველ მონაწილეს თაკო რაჭველიშვილი აპლოდისმენტები. ბოროტები დავხდით. გამარჯობა თაკო. პირველივე მომხდა ეს ისე მოიპრანჭებოდა მომხდა. ჰობი აქვს პრანჭვა. მოიპრანჭებოდა ეს. პრანჭვა წერია შენთან? კი. ჩემთან წერია პრანკვა. ჩემთანაც პრანკვა წერია, ხო? და რაღაც დეტალი აკლია ჭს. არა, წერის პრანჭვა არსებობს კიდევ ესეთი. პრანჭვის ვარიანტი წერს პრანკვა. სხვა რა წერია მანდ? სხვა კარგი გოგო ვარ ყველანაირად თუ რო გადავხედე ანკეტას. ერთი კითხვა მაქვს მართლა, განათლება არის განათლების ფაკულტეტი. განათლების ფაკულტეტი. ან დაწყებითის მასწავლებელი. გასაგებია, მაგას ვკითხავ, დაწყებითების შეგვიკითხე. დაბიონი ვერ მივხვდით უბრალოდ პირველ კურსს, გასაგებია. ჯენი მასწავლებელი. ხო, დაწყებითის მასწავლებელი იკეთებ სტატუსს აქ მოგების შემთხვევაში და რატო გადაწყდა ეს? რა მოხდა დედაენას და ენა მამულის სარწმუნოება. გასაგებია. გაიკეთებ სტატუსს. გასაგებია. მე ძალიან გამიხარდა და მასწავლებს აია რო წერდა. ესე რო გასწავლეს, აია. კარგი იქნებოდა. შენიერ. კარგი მიზანია. მე მინდა წესები გითხრა, მაინც გაგახსენო, ვიცი რომ იცი, მაგრამ მაინც. 5 წუთი გაქვს. პირველი წუთი არის 50 ლარიანი, მეორე წუთი 100 ლარიანი, მესამე წუთი 200 ლარიანი, მეოთხე წუთი 400 ლარიანი და მეხუთე 1000 ლარი. შენ შეგიძლია მოგებული წუთის შემდეგ ფული აიღო, წახვიდე და ტატუები გაიკეთო, ან კიდევ უფრო დიდი ტატუსთვის გააგრძელო ბოლომდე, მაგრამ თუ არ გეყოფა? არ მეყოფა. პასტით რო დაიჟღაბნო? არა? თავიდან კონტური და მერე ტატუ ზემოდან დავარტყათ. ნუ ეგ უკვე შენიცი, მე უბრალოდ უნდა გითხრა რომ შენ შეგიძლია გააგრძელო თამაში როცა გინდა მოგებული წუთის შემდეგ, ან შეწყვიტო და წახვიდე, მაგრამ თუ შენ გააგრძელებ, გარისკავ და ვერ გააცინებ, მართლა პასტით მოგიწევს მიჭყაფნა, მოჭყაფნა და ასე შემდეგ. წესები ვიცით, გავიგეთ, გავიაზრეთ, მაშინ მაინტერესებს როგორი წუთი გველოდება 1, 2 და 3. მაზოხისტის დღიურებიდან დილნა მტკიო და კვილი. შუადღესაც კარში თითი მომყვა. საღამოს ფეხზე ცხელი ყავა გადამესხა. დღემ შესანიშნავად ჩაიარა. მიხოს კოჭლიშვილი ყავდა. ამოიჩემა. ჯარში ომში უნდა წავიდეო. სად უნდა წახვიდე? შეუბედრო. გინდა აქ მემანევრივულო და იქ სნაიპერიო? სიდეთ იუნება სიდეს. ნიკოლოზ. აი შვიბი? აი შვიბი? ნიკოლოზ როგორ ხარ? რაზე გაგიგეთ? სნაიპერზე წარმოიდგინე, უცებ დადებითი ემოცია გამოვხატე გამოსვლის მიმართ. შენი დადებითი ემოცია დაგვიჯდა 50 ლარი გილოცავ. შენ 50 ლარი გაქვს. მოახერხე 10-ოდე წამში.
ხიმილი მეგობრე ბოროტიო და ამბავიო მე მატყუებდით? ხო, არა, მაინც ახლა გადასარევი ახალგაზრდა გოგონა გამოვიდა და მობილიზება მიმიკის. გილოცავთ აკო 50 ლარი შენია. ვაგრძელებთ თუ 100-ს ვიხატავთ? მე ყოფავითო? არაფერზე არ გეყოფა და სტატუსს ეხება. აი სტატუს გასაკეთებდა. არა, აიაზე ეყოფა კი, აიაზე ეყოფა. არა, მაშინ აი არ. აი არ უნდა, აი თოხიც უნდა მიატა. აი უთო. ნუ ნერვიულო. ვიბძვით წარწერა თოხისათვის 1, 2 და 3. სიდადრია უნდა სიძეს. ახალგაზრდობაში მახინჯი ვიყავი, საშინელი ხასიათი მქონდა და ყველას ნერვებს ვშურდი. ვერაფერი დაგაკლა დედაწლებმა. მეგრელი სუთხრეს სპილო გაქცეულა ზოოპარკიდან და დასაჭერა. არა უშავს. დასაჭერა დასდევენ. ხო ხრას დაიჭერენ მაგხელას პიროს. მე გაიგორო დაუჭერიათო. ხო აბასად გაიქცეოდა მაგხელას სპილო. სვანი ქუჩაში სარკეს იპოვის, ჩაიხედება სარკეში და გაკურებული იტყვის. ჩემი ყოფილაო. სადისტი, ზოოფილი და მაზოხისტი აღმოჩნდებიან ერთად. სადისტი ნეტა ეს კატა მომცარას ავჭრიდი ნაწილ-ნაწილობა ზოოფილი რას მასიამოვნებდა. მაზოხისტი მიაუ. სვანი უნდა შეამოწმოს სიტყვის დეტექტორზე. შეგძლებია, ხო? ესე იგი, მე ვთქვი ბოროტი ვარ დღესო და ხანჯალი ვერ გავაგდები ხერი და დაჭრა, დაკუცა მაზოხისტი. არა, მე სანიჟოტი ვიცოდი, მართლაც კარგად მოყვა. არა მე კარგად მოყვა. ნაუ ითამაშა კარგად. ნაუ, ანუ ხდება. მოგეწე. 100 ლარი შენია, ჩემო კარგო 100 ლარი შენია. ბოროტების არაფერი ცხიათ ამ ჟიურის წევრებს, რა ვიცი, კარგად მიდიხარ, იქნებ გავაგრძელოთ და წინ 200 ლარი. ჯოჯოხეთით რო დაიწყე ხა ამბავი მაგრამ. ჯოჯოხეთით რო დაიწყე. ჯოჯოხეთში არ გაქვს? არ არის რამე. ხო, მანამდე რაც იყო სულ 60. არ ვიცი, მე ყოფა ტატუზე. ცირა მე როგორც დიდი ტატუოლოგი, მე ყოფა. ტატუც მწოდნე, გეტყვი რომ აიაზე გეყოფა. კაი ტატუიროშიქს გეტყვი მართლა, ვიცი. აი არ მინდა. დედა ენაზეც გეყოფა. დედა ენაც არ. ენა მამულიზე გაჩერდები. არ ვიცი, არ ვიცი. ვაგზელებ? რამდენ წუთზე გაიცინეს? გაიცინეს საკმაოდ ისე, დრო ქონდა. 20 წუთი? წუთი. 53-ზე თუ არ ვწდებით მე ერთად. ისა რა, რიცი, ჩვენ თუ გინდა გავალ. ჩვენ გავალ და ისაუბრეთ მე. 2 წუთი და მოვალ, ხო ეხლა? და რას ვაპირებთ, არ ვაგზელებ? რატო? აუ რავი, აღარ გაიცინე მე ეგრე მგონია. ისე წაგვიკითხავ? ნუ მაშინ 100 ლარი შენია და ისე წაგვიკითხე ხუმრობები. სვანი უნდა შეამოწმონ სიცრუის დეტექტორზე აუ, ერთ ამბავს მომხდარი, კაი? ესე მოეწელი ვიცინო. არა, სიმართლეს მოვყვები. აქ რომ სანამ წამოვიდოდი, დამესიზბრა რომ მართლა ვიყავი, გააცინე და მოიგეში. სერიოზულად ვამბობდა. ესე წინაც არ დო იცით ეს სიზმარი უკვე. მე სერიოზულად და მე დამესიზმრა რომ ვითომ მოვიგე და ამ დროს გამეღვიძე და საპროსტა შევავსე რომ აი მაინც არ მოხვდები და 100 სულელია და მე მართლა მოვხვდი ეს შუის რო გავიარე და მე მართლა თუ არ ყვება ამას. კაკო, წეღა ნერვიულობი სიზმარში რამდენი რა, როცა თანხაზე თამაშობდი და მე საერთოდ გინერვიული ესე დაიწყე, ეგრე უნდა დაგეწყო თავი. ხო, მართალი. რამდენისა სიზმარში რამდენი მოიგე? სიზმარში 100 ლარი მოვიგე მქონი და რო უნდა დამეხარჯა მაშინ გამოვიძა. კარგი, ეხა დაპირებული. მოდი არ გამოვაგვიძოთ. არ გამოვაგვიძოთ. გავაგოთ სეიფი და დამსახურებული 100 ლარი. აპლოდისმენტები. ალიან ისეგობარ წარმატებებს გისურვებთ ორ შემთხვევაში ის დავიწყებთ მაინც სტატუსს და ეს ისეთი რამე შეიძლება მე გაგრძელება როცა და მე ისე ნომერზე ვარ დიდი მადლობა აპლოდისმენტებს გავუსვით ყველას გისურვებთ წარმატებებს რახან მე მოვიგე ესე იგი თქვენც მოიგებთ გამოგზავნეთ ანკეტები აქ მოხვედრა ძალიან იოლია და უბრალოდ გჯეროდეთ საკუთარი თავის. რებს ვაკეთებ? ზოგადად რა მინდა იცი ვთქვა ახლა ჩემთვის და ალბათ ჩვენთვის ყველასთვის საკმაოდ ნაცნობი ანეკდოტები მოყვა ჩვენმა მეგობარმა, მაგრამ საინტერესო ის მოყოლა ქონდა. დიახ.
შეიძლება ანეკდოტი ძველი, მაგრამ მოყვა კარგად. სერიოზულად ითამაშე ბოლო ანეკდოტი. ბოლო კარგია. მოდი შევეგებოთ შემდეგ მონაწილეს. ეს არის გიორგი ლომიძე, აპლოდისმენტები. გამარჯობა ბატონო გიორგი, გამარჯობა. ბატონო გიორგის უწერია მოგების შემთხვევაში რაში გამოიყენებ თანხას საშემოდგომო სამუშაოების ჩასატარებლად. ანუ ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მზად ვართ გავიცინო და დაგაფინანსოთ. კი ბატონო, ძალიან მისასალმებელია პირველ რიგში 60 წლის ბრძანდებით და გვესტუმრეთ. გვიხარია რომ ამდვილად იუმორშიც ამდენი ხანია არ ყოფილხარ და არ გიცდიათ ბედი ფართო მასების წინაშე და დღეს ჩვენთან ერთად ხართ. ძალიან კარგია, რა ვიცი, წარმატებები მინდა გისურვოთ. მზად ვართ? ბატონო გიორგი, წესები ვიცით? გაგვიბრაზდა რაღაცაზე. ბატონო გიორგი, წესები ვიცით? ვიცით. მაშინ წარმატებებს გისურვებთ 1, 2 და 3. დასავლეთში ჩემნათ ესავს მანქანა გაუფუჭდა. შემოესიენ გარშემო ცნობის მოყვარეები. ერთმა ახალგაზრდა კაცმა შემოუარა გარშემო თურმე შიფერი ქონია დაცურებული. კარგი დასაწყისია. გადააქრიათ. ბატონო გიორგი, ერთი წუთი, თქვენ უკვე 50 ლარი მოიგეთ, შიფერი ქონია დაცურებული. თურმე ღმერთო ჩემო. თურმე შიფერი ქონია დაცურებული. გილოცავთ, 50 ლარი თქვენია, მშვენიერი დასაწყისია. რა შვებით, ვაგზელებთ თამაშს თუ წვეთ? ვაგზელებთ. ერთი სათხოვარი მაქვს ხოლმე. აბა გისმენთ? ნიკიერში გამოვედი. დიახ. ჩემი ნომერი არ უჩვენეს. სააკაშვილის პაროდია გავაკეთე. აქაც აპირებთ გაკეთებას. არ უჩვენეს და თუნებას დამთავრდა. თქვენი ნება, ვისი პაროდიაც გნება? თუნებას დამთავრდა. კრიტიკად მიიღეს იმათმა და თუნებას რა ვიცი, ნახოთ აბა. პაროდია. მაშინ 1, 2 და 3. ვენაცვალე ჩვენ მაყურებელს. ნიკიერში რომ გამოვედი, სააკაშვილს რომ გავაჯავრე და ჟიური რომ გავაბრაზე, სულას ეშვებოდე. ეხლა არ გაინტერესებს როგორ გავაჯავრე. ჩემო ძვირფასებო. მოგესალმებით ყველას. მედვედევა და პუტინმა თიფილაში ტარებ არ იციან, მარტო მე ვიცი. კიდე თხილობრივად დგომა ვიცი. ტრაქტორის ტარებაც ვიცი. მარტო ველოსიპედის ტარება ვერ ვისალ, რამდენი დავჯექი, იმდენი ჩამოვარდი. მრავალი ენა ვიცი. რომელ ქვეყანაში ჩავალ, იმ ენაზე ვლაპარაკობ. შევარდნაზე რუსულ ენას არის ცხენად. ან მი დააყენა პრეზიდენტად, მე არ ვიცი. შევარდნაზე ქვეყანა დააქცია, მე ავაყვავე. შევარდნოს დროს მარტო ყვავები იყო. ჩემი ახალი სლოგანია. საქართველოს დიდრებისათვის. მე მეფს ჩამოვალი, მაგრამ მე ღარიბებთან რა მესაქმე ვაკაცო. მედვედევი და პუტინი თავს თუ არ დააყენებენ, გაზით გავგურდა თებერვალში. გიორგის ბრალია. მე გამეცინა და აკედა მოკოკე და გაგეღიმა. მშვენიერია. ბატონო გიორგი, თქვენ 100 ლარი მოიგეთ. ანუ მაყურებელი ნახავს თქვენს პაროდიას. იქნება, ნამდვილად იქნება. არა, თავიდან ისო კარგად დაიწყო. მე გადავიდა უფრო ჩაულებრივში საუბარში. რას ვაპირებთ? ვაგზელებთ ამას? ვაგზელებთ. მაშინ და ერთი კიდევ ერთ სათხოვარი. აბა კინოსცენარი მაქვს დაწერილი კომედიური სერიალისთვის. ძალიან დიდი სურვილი მაქვს კომედი გრუპმა რო გადაიღოს. ეყოფეთ იცოდი. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაღების შემდეგ კულისებს მიღმა უნდა ვისაუბრო. მაგაზე კი და კულისებში უფრო სწორად. მანამდე მზად ვართ. კინოსცენარიდან მინდა პატარა მონაკვეთი როწავი. მონაკვეთი. კი ბატონო, 1, მაშინ მოემზადეთ, 2 და 3. თამარ, დღეს აქ დავითის მეგობარი იყო გიორგი. მე დამიბარა. ხვალ თურმე იმისი ციგნის პრეზერვატივა ყოფილა. ხალო რა პრეზერვატივა არ გადამრიო. პრეზენტაცია და არა პრეზერვატივა. პრეზერვატივა სხვა რაღაცას ქვია. ჯანდაბას რაც ქვია. შენ დინოზავრი ხომ არა გაქვს? ხალო რა დინოზავრი რეებს მიეძმოედები არ გამაგიჟო. მაგნეზია იქ ხალო, მაგნეზია. თამარმა მაგნეზია გამოვუტანა. ეს რაც მინდა ხალო. აბა რა ჯანდაბა გინდა არ გამაგიჟო ახლა. ვენეგრეც როას ხამე ხოლმე ხალო, ვენეგრეცა. ეგრე გეთქვა, შევოხერო. მაშინდელი არ იყოს. მაკედონელი უნდა მოხდეს თურმე. სად არ მაკედონი და სად მაკედონელი.
არა მე მიკეთებ ამას აი ბატონო გიორგი სამწუხაროდ დრო მე მთელი გულით თქვენსკენ ვიყავ მაგრამ სამწუხაროდ ამოიწურა დრო კარგად დაიწყეთ აი ვერ მოასწარეთ სამწუხაროდ ერთ წუთში თქვენ ვერ მოასწარეთ ჩვენი პატივცემული ჟიურის წევრების გაღიმა მაგრამ არა უშავს ორი წუთი კარგად გაიარეთ საინტერესო გამოსვლა იყო ძალიან რაც შეეხება სცენარზე კომედიური აქ არის თუ მოეწონათ შეგიძლიათ ცალკე ეთერს გარეთ ისაუბროთ აპლოდისმენტები ბატონ გიორგის და დიდი მადლობა მოსვლისა აი ვახადიეთ აპლოდისმენტები ძალიან კარგი გადაცემა არის მინდოდა მომეკო თანხა მაგრამ სამწუხაროდ დროში ვერ ჩავედი აი წუთი არის წუთია წუთი სოფელი ხო არა გავაგზავნებ მაგრამ ჩემი აზრით უბრალოდ ცოტა ტემპი ჰქონდა ხო ცოტა უფრო სწრაფად რო ყოფილიყო შეიძლებოდა რაღაცა გამოსულიყო მოდი გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე ვლადიმერ გუჯელაშვილი აპლოდისმენტები გამარჯობა გადავიდე ვლადიმერი აქ რა თქმა უნდა ანკეტა როგორ ახლა ვლადიმერი კარგად ხო როგორ ახლა ვლადი ხوار დაგიძახო განათლება გაქვთ უმაღლესი სპორტის აკადემია რაიმე სპორტ ძალოვან სპორტს ხوار მისდევდით რამეს არა ფრენბურთი ფრენბურთი ხელში მაინც მაგარ დარტყმა იქნება და რაღაცაზე გავიცინოთ თორემ საქმიანობა ყავისმა ჭამა დალევა ყავისმა დალევაში არ შედი ჭამა დალევა ნუ დალევა აქ სხვა დალევა იგულისხმება კარგი ჰობი გაქვთ ნუ ზოგადად ჩვენს მივიზდებთ ხოლმე ხანდა ჰობი გაქვთ საინტერესო კუკლები ოჰო ეს კუკლები ვერ გავიგე კუკლებს აკეთებ აკეთებ თუ მინდიხარ და ჩემი კუკლავი არა აკეთებ მართლა კუკლებს მაინტერესებს ამზადებთ ამ თქვენი ხელით ხო არა ვათამაშებ თამაშობ უბრალოდ ერთობი ამა გაერთი აქაც ვიდი კაი ორი კუკლა გიზის წინ ამა შევიცი კაი კუკლები ვათამაშებ კარგია ძალიან კარგია ვლადიმერ წესები ხო არ გვინდა რომ გავიხსენოთ არა ძალიან კარგი მაშინ 1 2 და 3 სვანე დალევს ყავას და პირს გააღებს იკითხე მიხო შეუბნებიან მიხო როგორ ახაროთ რავი საზამთროსავითო ეგ როგორ გავიგოთ მუცელი მეზდება და ყუნწი მიხმებაო ისეთი გიჟი ვარო საგიჟეში აღარ მღებულობენ გიჟები იძახიან ჩვენს გაგოგიშებსო თვითონ აგზელებ ციცი მოეწონა თავის თამაში ბრაო ხო შეგეჭიდა არა მე ხო ეგი აი ხო და არა მე გეტყვი რაზე ხო გააკეთა არა მართლა არა ჩაოლებრივად გააკეთა თვითონ ეცინებოდა მე ვეღარ გააგზელა შემდეგი ხუმრობა ვლადიმერ ყვირილმა შენ მოგიტენა 50 ლარი გილოცავ რას ვაპირებ თუ აგზელებთ ყვირილს კი არა და ხუმრობას თუ 50 ლარად 1 5 6 კუკლა მოგვივა სერიოზული კუკლები რას ვაპირებ თუ აგზელებთ აგზელებთ ზვირიანი კუკლები ზვირიანი ეცოთ შეიძლება გადავწყვეტ არა პრობლემა არ არის აბა ნახოთ თარაზულად გიწერია ვაგზელებთ არის 1 2 და 3 ახტაკოჭი დახტაკოჭი გაუში და იხტუნაოს აქეთ ბიცარი იქით ბიცარი როგორ შეცვლი ხართ ვეღარ გიცანით ეს მომწონს ესამე შეგვაგინებს მე მისი გული გავტეხე მაკი ჩემი ყბა ვირს ფეხზე დაისვა და თავზეა გაცოცდება შავლეკ შენი შავი ჩოხა არიელით გავათეთრე ძალი ესე იგი მარტო კუკლები არ ყოფილა მაგრამ მე ეს გართობა ანდაზებითაც და ეს ფრთიანი ფრაზებითაც კარგი მე ცოტა შეხედულება კუკლების გარეშეც შენივრად გაერთობა ეს ჭაბუკი შველიერი ვლადიმერ შენ უკვე 100 ლარი გაგილოცავ ძალიან კარგია ეგ სპეციფიკა იუმორის მომწონს რას ვაპირებთ ვაგზელებთ თუ წვეთ თამაშს ვაგზელებთ ესე გააგზელო ოღონ ანეკდოტები ანდაზები კარგია ძალიან კარგია მიაწექი 1 2 და 3 შაკირამ ნაყინი იყიდა და ლოკა ლოკა ლოკა
ბიზაჩემის ბრალია ეხლა ეგ მიხვდებოდა ბიზაჩემი. ბიზაჩემა გაიცინა. გისმენთ. ძალიან კარგია. ვლადიმერ, 200 ლარი შენია, გილოცავთ. წინ 2 წუთი დარჩა, ეს არის 400 ლარიანი წუთი და 100 ლარიანი წუთი. თუ შეიძლება ცენტრში რო დადგე, თუ შეიძლება, რას ვშვებით 200 ლარით წავალთ სახში? მინდა გაგზელება, მაგრამ დავიცი, აბა და ლოკალს სებრი ხუმრობელი თუ არა გააგრძე. აბა რა ვშვებით, კარგად დაფიქსდი. იქნებ 400-ზეც ვიბრძოლოთ, რა იცი რა ხდება. არა. საბოლოო გადაწყვეტილება. ისე წაგვიკითხავ, რაც დაგჭა? ოღონდ შესრულებით. არა. ყველას თუ არ წაგვე ერთი მაინც საუკეთესო 200 ლარი შენი. რამე საუკეთესო რომელიც გონია, იქნებ წაგვიკითხავ. არგით. ანუ 200 ლარი უკვე ვსიო. თქვენი, ხო? 200 თქვენი. დათა თუთაშხია ისე დათვრა რომ სხვის საქმეში ჩაერია. ეგ მაღაზია არ გავიცინებდი. მოქმედებითი რამე ეხლა უცებ გამოვასწორეს. დედას რა თუნდა მრავალი სიძე, ერთი ყავდეს და ნიკარაბიძე. გაიცინებდი მაღაზია. მაგრამ გაგიხარდებოდა, ხო? გაცინების რა მოგახსენე? მაგრამ გაგიხარდებოდა. ხო. კარგია. ორ შემთხვევაში კვაღობილების კვაღობილების 200 ლარი იყო დამსახურებული. გამოგცემი, გადავცეთ 200 ლარი. აპლოდისმენტები. და დამსახურებული. ძალიან დიდი მადლობა. 200 ლარი ხوار გეკნება თუ შევარდ. გვათხო. ბათ. ილოცავთ გაიხარეთ. აპლოდისმენტები. დიდი მადლობა. გელოდებით კიდევ. მიხარია ამ გადაცემაში რომ მივიღე მონაწილეობა, დიდი მადლობა. გამარჯვებისთვის ყველას გიხდით მადლობას და შემდეგში კიდევ ვცდი გამოსვლას. მე მიყვარს ესეთი მეც ანდაზებზე აგებული უმორი ძალიან ახალი ხედვა ადამიანის. ნუ ჩაულებრივად რაღაც თავისი ის რო დამატებული რაღაცეები რო კარგული სტილი რა თქმა უნდა. კარგი, გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე. სახელი ჟღერს, მიხვდებით რატო? ზაურ ბოლქვაძე, აპლოდისმენტები. გესალმებით. ხულიგანი ხელოვანი ხულოდან ხრამზე ასული ხონში გასული წარკაში ჩავარგული ბატონო ხელ სისილი თქვენ დამსული თმახოჭუჭა ანგელოზი რატო არ ჩართე მანამდე ესე იგი ესეთი კაცი მოვიდა ჩვენთან ბატონო ზაურ მისალმება გაქვთ იმ სიგრძე ალბათ 5 წუთი არ გეყობა დღევანდელი დღის მოგესალმებით პირველ რიგში სასიამოვნო რომ მომბძანდით საცხოვრებელი ადგილი გიწერიათ წალკა დიახ ჰობი გაქვს ძალიან საინტერესო მეც რომ მიყვარს და ბექასაც და თევზაობა ოღონდ თქვენ მუზეუმთან თევზაობთ მუზეუმთან ნამდვილად მეც მიყვარს თევზაობა ნუ გავიწყდებით ხო ბოდიში ბოლოს რაჯიშის მუზა დაიჭერეთ მაინტერესებს არა მუზეუმთან რამდენი კილოვანი მუზა რადგან ისე მუზაზე მოվել მოდი ასე გეტყვით ხვალ გათენდება ღვთისმადლით ჩემთვის არ ვიცი როგორ კლავ დაიყივლებს მამალი ვინ გაიგონებს როგორ ამბობ წინდება მზის ხივი სად დაეცემა ვისთვის მაგრამ არ ვიცით ვინ ვისთვის ვინ როგორ ცრებს ხრის ვისთვის ასე ვიკავებ მუზეუმს გაიხარი განას მადლობა სასიამოვნო ძალიან და ეს რატო აღნიშნე რომ მეც ვიყავს თევზაობა და წალკაზე ვიქ ტბაზე წალკაში ნამყოფი ვარ ვითევზავია კი ბატონო თევზი მეგობრებთან ერთად თევზი არის წალკაში ბევრი თევზია ნამდვილად რამე შეკითხვა თუ გაქვს კარგი აი მოგების შემთხვევაში გიწერიათ რაში გამოგებთ თანხას ვიყიდით უფლს სოლიდურ თანხის შემთხვევაში გავახარებ ერთ მევალეს დანარჩენები მოიცდიან ანუ ტუფლი გაქვთ თვალი ერთი მევალის არა უარეთი ტუფლი და თვარის მოედი გასაგებია და უთხარით ახალ ტუფს ჩამოგიდათ ჯობია დავით წარმატებას გისურვებთ მაშინ მე წარმატებებს გისურვებთ ბატონო ზაურ გიორგი მიყვარს ეს სახელი და გვარი ზაურ ბოლქვაძე 1 2 და 3 სვანი ესტუმრა აჭარეს შესიხან დაინახა ნალი რაია ძმა ეს ნალია კი მე რაკრატო ეს ჩვენებური თილისმა ავით ფალისგან იცავს ხეცისგანაა კი რა ვიცი ჩემს ხელს 4 ქონდა და მაინც გერბაში ვიჭამა შენ შემოვატონო და ბოლოს დავასრულებ კარგი დასაწყისია
ბატონო ზაურ, შვენიერი დასაწყისია 50 ლარი თქვენია. ძალიან მოკლე დროში. ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, თამაშს. ორი კედელი მიდიან. ერთი წუთი დავიწყო, ვაგრძელებთ. რა თქმა უნდა, მაშინ უნდა დაგვეთანხმოთ ვაგრძელებ. 3, წავიდა. ორი კედელი მიდიან. ერთი ეუბნება. რაია, ხუთი კავჭო, სულ აგწოდნია მოძრაობის წესები. დასამბობ, აბა არ ვიცი. აგე მწვანეზე გავჩერდები? თუ არ გავჩერდები, ლამაზად გედევა და წითელზე გავშილი პინდები და გადავხტები და. აგი კვიკაში პირება რა არის? მაგრამ თუ მოხდა და გაშილი პინდება თუ არა, ნუ გადაატრაფ რა უნდა ბიჭო. გეიცინები თუ არა გავიდადრო. აი ბატონო. სვანი აქ ფიდობა და გარდაიცვალა და დუჟოკი ჩააყორეს. და გაგიჟდა აჭარი. რა შევათ კაცო აქციონია თუ აი იქითო ძმაო, ესე იმისთანა კაციო, აქ უჭირდა ამთავრების ხელშიო და სინათლე ეკნება აინც. თუ კაცი ხართო მაგას დამქოქველი გააყორეთო დამქოქველი თუ არა, იქ ვინ უნდა დავქოქოსო? ედერიეს ვარემ ბიჭო მიგაყოლებ ჩვენსო. აბა ჯობია მაშინ დუჟოკი სახში გამატანოთ იქ სასლას უთხრა. 59 წამი ნიკოლოზ. უბედურობა ღიმილი გაგექცა. დუჟოკზე. კარგია. დრუჟოკი. ბატონო ზაური, დუჟოკი. ბეკას რა გაცირებ დაბა. 100 ლარი თქვენია. გილოცავთ? დავკმაყოფილდებით 100 ლარით თუ ვაგრძელებთ თამაშს? აი პატარა ანეკდოტები რომ მოყვეთ და მე შეფასება გქონდეთ დიდი ეგრევე. ვეცდები ბატონო. რა სიტყვით ვაგრძელებთ, ვამთავრებთ? მოდი გავაგრძელებთ. აგრძელებთ. აპლოდისმენტები. 1, 2 და 3. კედელს კითხეს, თქვენთან დევს და აბდას რას უძახიან? არის ჭიჭო მაი? ჩვენთან მაგას აბდასაც უძახით და დევსაცო. აბა ჭკვიანს რას უძახით? მან ფერი აღყავდა ერთი იყო და წაგაიწევდაო. დაიჭდა. ეკიმო ვიბერები. ამ ჩემფეხებს იბერები. როგორ გეკადრებაო? აბა მე თვალის ექიმი ვარ, მუცლის კი არა. კიდევ კაი, პროფტოლოგთან იმასთან არ მოხდიო რა, გენოგოლოგთან. ცხოვრება ზოგისთვის მოსახლეობია ბატონო და ზოგისთვის ჩასახუტებელი რა იქნება და იღებიეთ ყველა დეიღუბე კაცი 200-საც ვერებულო ხო? აი ბატონო. არა მიზეს. გაეცინა ნიკოლოზ. გაეცინა. არის ზაურ ბოლქვაძემ მოიგო 200 ლარი. ბატონო ზაურ, ვაგრძელებთ თუ არა თამაშს? წინ არის 400 ლარი და არის 1000 ლარი. ყველაზე რთული წუთები. მოდი ერთ კიდე გავრისკავდა. 400 ლარს ვითამაშებთ. თუ არა და როგორც მოიწევს. წარმატებებს გისურვებთ. მოველისეთ. აბა ვნახოთ რა მოხდება. აპლოდისმენტები. მადლობ. 1. არა ისე არა ამით ძალიან სერიოზული ტუფლები უნდა როგორც ეთქვა. სერიოზული 200 ლარი. არა მე ვალი მეცდის კიდე. კარებთან. წარმატებებს გისურვებთ და დავიწყოთ. 1, 2, 3. ორი კლიენტი მიდიან და ერთი იცინის. მეორე. ერთი აი აბიჭოს ესო მეორე მკითხა. ერთი კი იცინის ზოგადად მეორე ნაწყვეტად. ამას ბატონო ცალფეხზე ეხეცინებაო და მეორეზე პროტეზი აქვს. ვერ გძნობს. კითხეს ფეხი რომ არ გაქვსო ხომ არ გიშლისო. ებიჭო რომ მქონდა არ მიშილა და ახლა რა გამომიშლის მეთქი. დრო ბატონო ზაურ დრო. მასწავლებელო. რა იყო ბიჭო? მიშილა ბატონო და ზუსტავი იგი ტაქტუ ხუშთავი აქეთო მასწავლებელო. რამა ვერ გაიგო ბიჭო? შენახული ძუ და თავი რომ აქეთა ხუშ. ის არის ხუ. რატო არ გიშიდება რა კაცო უთხრა. ევიჭო ხელოვანი კაცი წევქსეცია და აი. სამწუხაროდ. ამოიწურა ერთი წუთი. სამწუხაროა ბატონო ზაურ, თუმცა კარგად დაიწყეთ, არ შემიძლია არ აღვნიშნო, ძალიან კარგად დაიწყეთ მართლა. დასამახსოვრებელი პერსონაჟი იქნები ჩვენს გადაცემაში. ნამდვილად ამას მე გარანტირებულად ვიძახი. სამწუხაროდ მეტია კიდე მოვალ კაცო. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ კიდევ მობრძანდეთ, კიდევ ვცადოთ ბედი. აპლოდისმენტები გავაცილოთ ბატონო ზაურ. გასამნებით საქართველოს ძვირფას მაყურებელს
ძალიან კარგი გადაცემა, ძალიან კარგი პროექტია. მე მესიამოვნა მივიღე მონაწილეობა, სხვათა შორის მსახიობებს ერთი უბედურება გვჭირს, უდროში ყოველთვის ვერ ვეტევით, მაგრამ მართალია წავაგე, მაგრამ დიდი გამოცდილება კიდევ ერთხელ ჩემ ძვირფას ხალხს მოვეფერები, მოვესალმები და გლოცავთ ასე რომ მობძანდით, გაიღიმეთ, გააცინეთ და მოიგეთ თქვენ გენაცვალეთ. ჭირიმე თქვენი. ძალიან გული დამწყდა რო ვერ გამეცინა, მართლა ძალით კარგი დასაწყისი იყო, ძალიან გული დამწყდა რო არ გამეცინა. გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე. ეს არის თამაზ ციკლაური, აპლოდისმენტები. გამარჯობა ბატონო. ძვირფასო ჟიურის წევრებო გისმენთ? მოგესალმებით. სასიამოვნოა, ბატონო თამაზ რომ მობრძანდით. ესე იგი, საინტერესოდ გაქვთ მოგების შემთხვევაში რაში გამოიყენებთ თანხას? აბა, რაში? საინტერესოდ ანუ სათესლეთ ხორბალი ქერი 400 ლარი. მეორე მიწის ნაკვეთების მოხსნა აქ თანხა 300 ლარი. მიმდინარეობდა საშემოდგომო საყოფაცხოვრო ხარჯები დენის კალი გაზი. მითებული მანდ და მე დენი და ის არის ბანკის სოლი 100 ლარი, 800 ლარი. ანუ განაწილებული გაქვთ ასე რომ ვთქვათ, ხო? ესე თქვა რამე კიდე? არის ანუ შანსი მოაკიდე რამის. რა ვიცი, ჩვენ თან ამდენის მოგებას აპირებთ. და ჰობი გაქვთ საინტერესო ლექსები შეულ თარაზულად. ეგეც საინტერესოა. ობიექტის ან პიროვნების სახელის აღნიშნა. შეულ თარაზულად. ეს რა არის შეიძლება მეც გავიგო? ეს ანუ ლექსი წერია და მე პირველი ასოებით გამოდის გასაგებია. ძალიან საინტერესოა. ორიგინალურია, ძალიან საინტერესოა, ძალიან. შეგვიძლია დავიწყოთ? მე მაინტერესებს რა მოხდება. ბატონო ნიკოლოზ, გაიხეთ რა მე შეკითხვა ლექსები ვთქვა თუ როგორც თქვენ გაგე რაც არა არა ლექსები არა თქვა ეს ჩემთვის არის ნუ ჩემთვის არის დიახ დიდი მადლობა მე სხვა შეკითხვა თქვენთან არ მაქვს შეგვიძლია დავიწყოთ წარმატებებს გისურვებთ მაშინ მოვემზადოთ ბატონო თამაზ 1 2 და 3 მიხო წამო შაქრუასთან ქერეხი დავფასოთ 100 ჯოების შორის დაწამიყო აი თქვენთან რო იყო ეგ წამოვიდოდი საზაფლოზე სიტუაცია ტირის შენ არ უნდა მოხდარიყავი შენ არ უნდა მოხდარიყავი უთყავს მიწაზე ვინ იყო რა ვის ტირი ეგ გულამოსკით ჩემი ცოლის პირველი ქმარი მიხო ჩამოხვედი ქალაქიდან გოიცნო ერთი ნიკოლოზ გაგეცინა წამოგაფუკა საინტერესოდ ყვება ძალიან კარგია ბატონო თამაზ თქვენ 50 ლარი მოიგეთ გილოცავთ ვაგრძელებთ თამაშს თუ არ გამოჩერდეს კი აბა ვნახოთ 1 2 და 3 სვანს ეკითხებიან ვეფხის ტყავსიდან აბა მითხარით თქვენი სიტყვებით რამისერა ნესტან დაეჯარმა თავის ეყოვრიტარეს მე სხვის წელებს არ ვკითხულობ სვანს ეკითხებიან მითხარით რომ ვინ მოგთოს ვაჟავშავლა ილია ჭარჭაძე აგეწეთელი თუ ყაზბეგი ვაჟავშავლა და ყაზბეგი რატომ ილიას დაგაგის ასწუნებთ იმიტომ რომ ვაჟაზე და ყაზბეგზე სამხრი მოძრაობა გუნდი ასრულებს სიმღერას წერეთელმა დაგვიბარა წერეთელმა შეღუნა ეს სვანიდან სიმარე სიმარე დათესე სიმინდი ხო დაგიბარათ აღაგინათო სვანს ეკითხებიან გერმანული ვიციო ცოტათი აი როგორ გაქცეულ გერმანული გააშენ თუ დავეწიე მაპატიეთ გავიგე ძალიან საინტერესოა ძალიან საინტერესო კი ბატონო შვენიერია ბატონო თამაზ ნიკოლოზმა უკვე მეორედ გაიღიმა და თქვენ 100 ლარი გაქვთ გილოცავთ აპლოდისმენტები რას ვაპირებთ ვაგრძელებთ თამაშს თუ ავიღებთ 100 ლარს ვაგრძელებთ წყალი მაშინ 1 2 და 3 იდარო იტალი ეზოს ჭისკასთან გააჩერეს მანქანა და მოსახლეობას უხმეს საყოფო ნაციონების მისატანად წაიღონ გადმოდგა ფანჯარაში მოხსოვილი ხალხთან და ეკითხება შვილო ნავთი ხარ შვილო არა ნაგავი ვარ ბებია ნაგავი ვერ გავიგე ვინ ხარ შვილო ნაგავი ვარ ბებია ნაგავი ვაი საცოდავი ეშენი პატარა ბავშვი ეუბნება დედი თითი მტკივა დაიძენ დილაზე ნახავ დილამდე მომირჩება და
ვინ არის мама, დედა ვინ არის მოსასახური? აი რომელიც კერავს, რომელიც ასუფთავებს, ალაგებს, საჭმელს ამზადებს. გავიგე, ბებია ჩემი ყოფილა. ესე იგი სვანი გამოეკიდა მანქანას. გააჩერე, კარფურში მიდიხარ, კარფურში რამოდან გამალე მუშაბაში. ყველა მევგაწეს მიუჯახუნა ვაშტისკარი. აი, დაგვიანებული იყო. ნიკოლოზ გაგეცინა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, წუთი დამთავრდა. სამწუხაროდ ბატონო თამაზ გაიცინა ნიკოლოზმა, მაგრამ წუთი უკვე გასული იყო. რა ვიცი, ცოტა უფრო დროის პრობლემა იყო, მე თუ მკითხავთ და ძალიან სასაცილო მანერა იყო მოყოლის, ძალიან დინჯი, დაალაგებული. განსხვავებული, ორიგინალური. ბატონო თამაზ, ძალიან დიდი მადლობა და კიდევ გელოდებით ჩვენს წინაშე. კარგად გრძანდებოდეთ. გააცემა და მოიგე საინტერესო გააცემა მართალია. მე არ გავემართა, მაგრამ ეს აბრალებ ერლად გამოსვლას და დროის ფაქტორს. ჩემი აზრი არის, რომ იყოს დრო ცოტა გაზრდილი და თანხა იყოს შედარებით ნაკლები, უფრო მეტი ინტერესი ექნება მოსვლელებს და საინტერესო იქნება უფრო გააცემა. მოდი გადავიდეთ შემდეგ მონაწილეებზე. თემურ ნიკაბაძე და დათო ჯანელიძე. აპლოდისმენტები. გამარჯობა. თემო ნიკაბაძე, რომელია თემო? ძალიან კარგი. ახლა თემო საერთოდ მაღალია უფრო. დათო. დათო. განათლება ვცდილობს სწავლას და საქმიანობა აქვს თემოს მაგარი. სად მცალია საქმისთვის? იმიტომ რომ ვცდილობს სწავლას. და მე ეცდება საქმიანობას. ძალიან დათოს მინდა ვთქვა ძალიან ქუთაისელები ბრძანდებით. საინტერესოდ გაქვს ძალიან ანკეტა შევსებული, განათლება 105 კილოგრამი. უწერია. ტონა ქონა განათლება, მაგრამ ჩამოვდნია. ესე იგი საქმიანობა გაქვთ ძალიან კარგი. დურგალი ოღონდ ყველა თითი მაქვს. ესე იგი ანუ კარგი დურგალი. ჰობი მუშაობს. მე ჰობი აქვს ჭამა. ყველა თითი თუ გაქვს შეჭამ. კარგად შეჭამ. კარგი. ეს მიუბრუნდები თემოს რა. თემოს უწერია ესეთი რაღაცა. მოგების შემთხვევაში რაში გამოიყენებ თანხას? გამოვიყენებ და მივაგდებ. აგიხსნით, თემო რა. აგიღებ თანხას იგებ. ხალხს არ იგებ. მე მომეწონა. დროს მე ყველა მამაკაცები ერთნაირები ხარ. ფული როა. მე მომეწონა, კარგი. ნუ რა ვიცი, მე შეკითხვა არ მაქვს, ერთი თემოს აქვს ძალიან საინტერესო ჰობი, ცხვირით სუნთქვა. დიახ, ძალიან სასიამოვნო პროცესია ხო? მინდა გისურვოთ, რომ დიდხანს გქონდეთ ეს ჰობი. ამდენი ხანი იქნება დაახლოებით რაც ცხვირით არ გისურვოთ. რა გამოცდილება გაქვს? ბიჭებო, მზად ვართ? მზად ვართ. წესებით უგნებავთ შეგახსენებთ. არა, იყოს კაცი. კი ბატონო. 1, 2 და 3. რაც ქუთაისი გალამაზდა, ბევრი ცნობილი სახე ჩამოდის. მაგალითად, გუშინძის შევეწერეთ ასეთ ძალადობის ფაქტს. ქუჩაში მოდიოდა ქათამაძე. მას უკან მოძდებდა მამალაძე. ჩიხიდან გამოვარდა ჩინჩალაძე და იქან აბავი ატყდა. წარწერა თანამედროვე პრეზერვატივზე, გაუზიარი ანის. სოფელში ისეთი გაპარტყალებული ქათამი მყავს, რედბულიც ვერ აფთიანებს. როგორი ქათამი? ახალი სიტყვა. ქოსა. გაპარტყალებული. ყველა სიტყვა იწერება. გაპარტყალებული. კარგი, ახალი სიტყვაც მოგვემატა. ბიჭებო, 50 ლარი თქვენია, გილოცავთ. ვაგზელებს, თამაშს ალბათ. რა თქმა უნდა, ვაგზელებ. მაშინ 1, 2 და 3. მოდი ვნახოთ სიტუაცია ტიტანიკზე. გამომყევი როუს, გემის კიჩოს და ხელი გააშალე, თვალი დახუჭე და მომენტე. ვასკიდარიგდარო, რას მიყურებ გოგო? ვასკიდარიგდარო. ოპა. მოდი ვნახოთ გიორგი ვარდოსანიძე გამოდის სტაროსკიპოდან. ისა, რამდენი მოგართვათ? 100 ლარი. აიღეთ. დამსახურებული 100 ლარი. არა, ხო, გასაგებია რა, ღირდა. ნუ 150-იც რო ეთქვა.
ისე გააკეთა, რომ გადამხდელი იყავი. საროსკიპომ გილოცავთ ბიჭებო. ასილარი თქვენია. ეს ძალიან კარგია. ვაგზავნებთ. როგორი ასილარი? რას ვარცევ ნაყოთ? როგორი ასილარია? ასილარი! დამსახურებული ასილარი. მართლაც თქვენია. ეხლა რა ვქნათ? გავაგზავნოთ ამას. გავაგზავნოთ. რა კარგია. 1, 2 და 3. მე და ჩემ ცოლს ისეთი ზღაპრული სექსი გვაქვს, მეზობლის ბავშვები ბასტი ბუბუს აღარ უყურებენ. ჩემი მეზობელი იმე არის დებილია, ბავშვის მაგრად აბგონი გააკეთა. სიტუაცია წინ დახედული სტალინი. ისა გადამიფუძე რა. ჰიტლერის სექსის შემდეგ. ქალი, მალადეც, ვიძია. მოდი ნახოთ, მამაშვილის ციკლში. მამა, რო გამოაცხადეს სასიკვდილო ნომერიო, რატო არავინ მოკვდა? მამა! მამა! მოდი ნახოთ ვაკელი ვამპირი. ეხლა კი ჩემი მეგობარი დათო შეასრულებს სასიკვდილო ნომერს. დათო, მოკვდი. მოკვდი. სერიოზული პლასტიკა? კი მოგვისპო მიკროფონი. ძალიან ლამაზად ხვდებით, მინდა გითხრა. სერიოზული პლასტიკა მე მომწონს, ძალიან კარგია. რა ვიცი, დამსახურებული 200 ლარი. რა კარგია. დამსახურებული 200. ბიჭებო, რა ვიცი, კიდე კლუბიტი რაღაცები გესოდნებათ, ხო, ვაგზელებთ? არა, მოდი შევწყვიტოთ. აი, ჩამოყალიბდეთ იქიდან. ეხა ერთი ისახის ვაგზელებთ და მეორე. გაცოცხლება აქ კაც ისეთი რა. გავაგზელოთ, მაშინ როგორ გავაგზელოთ. ხო, გავაგზელოთ. მაშინ 1, 2 და 3. ვარ ნახმარი, კაი სახმარი, აცხადებს ძველმანები. მოდი ვნახოთ ფარცხანაყანებელი ბავშვი ხდება ლექს. ქარი ქრის, ვაი ბარნიკი. თემო, ნუ ინერვიულებს შენ. მე ხო მივდიოდი ჯარში, ხო? და აღარ მივდივარ. როდო? დამბრაგეს. როდო? გპ-ში სწავლობდი. მოდი ვნახოთ ბრუსლი ქუთაისში. ბრუსლი! სროგი რა. ერთი გააკეთე რა თავიდან რა გეხმე. ერთი. მხოლოდ ბრუსლი. ბრუსლი! ამიჯი, ეგ. კარგია, დამსახურებული 400 ლარი. საფინალო წუთი, ბიჭებო, ძალიან კარგად მიდიხარ. ცეკიჩანი ექნება, მიდი. მიდით. 1 წუთი და 1000 ლარი ღირს. გააგინე. არ გაძალებთ. ნახოთ. ვითამაშეთ. კარგი გენდობი შედა მე გაგიხ. მზად ვარ? წილად რო ვაგზელებ. საფინალო წუთი, ფინალი 1, 2 და მობილის დიჯიური 3. სიტუაცია გაჩერებაზე, აი მე ჟეკარა დისმავა. გოგონაშ, თქვენი სახელი? აუ არ გეტყვი. არ მეტყდა რომ გლეწავ თამაგიდე ყვები. მარლა დათო, ეხა ქუჩაში რომ მოდიოდი გოგომ თვარე გამოგაყოლა. ტევე ვასე. არა შენი შეშურდა. ესე იგი ჩემი მეზობის ქათამა იმ ხელა კვერცხიდა და პატრონი გახარებული იყო ჩემზე დიდი კვერცხებს ყოფილაო. თემო, კვერცხზე გამახსენდა. შენ თუ იცი რა დაავადება ჰიპერტონია. ჰიპერტონია არის დაავადება, როდესაც წნევა აღტუნებს ადამიანს ზევით, ქვევით. საღოლ შეცოს ჰიპერტონია ქონია? აღარა. თემო, ჩვენ ხომ მივდივართ გაცილე და მოიგეში. ხო და გუში ვიყავით ნიკასთან სახში. ხო და უძახი გავსკდი შვაზე ხო ვერ გავაგონე. რატო? მაგერი დიეტაზე. და ალბათ სულ ხარჭანდა. აი. მოდი ნახოთ პამელა ანდერსონი ოჯახში. დედა, სტანდარტი კაცოს ბავშვი. დედა, აქ ხარ დედა. ძალიან გული დამწყდა მართლა, აი ძალიან გული დამწყდა, იმიტომ რომ მინდოდა რომ 1000 ლარიც მოეგო.
რატო გათამამდიდათო? არა, კარგი. არა, მას მივხედა მოგავალთიქეთ მე და. კარგი, მართლა კარგი ღირდა. მართლა მე ძალიან დამწყდა გული მართლა. კი, ღირდა ეს ფინალიც, იმიტომ რომ ვაი და მართლა არა, კარგი ძალიან კარგები ხართ მინდა გითხრა. ძალიან ბევრი კარგი ხუმრობა ქონათ რა. მაგრამ ხო, ტაშის გარეშე ჯერ არ გაგიშვებთ ერთი. ძალიან კარგები და ბოლოს არ ქონდა ძალიან. აუცილებლად მოდით ისევ ამ სცენარზე. აუცილებლად. განსაკუთრებული აპლოდისმენტები. დიდი მადლობა. დიდი მადლობა გერნოდები. იმის მიუხედავად, რომ წავაგეთ, რავი, მაინც ყოფილები ვართ. კარგად გამომედით ასე თუ ისე, მაგრამ შეგვეძლო 1000 ლარის მოგება, მაგრამ არ აუშავს. მომავალშიც ვწდით ბედს და მე მინდა დიდი მადლობა გადავუხავთ ამ გადაცემას და უსურო მეტი და მეტი წარმატება ასევე ყველა მონაწილეს. ერთი სიტყვით მოდით, გადაახარხარეთ და მოიგეთ. და ერთი რა, მე მინდა მოვიკითხო ჩემი მეგობარი ჯაბა ჩიხლაზე. აკოშკიჩი რა. კარგად მზადდება. მადლობა. ძალიან მაგარი გული. არა, ძალიან კარგები იყო, თუმცა მე ვიტყვი რომ თავიდან ქონდა ძალიან რაღაც კარგი ხუმრობები და შემდეგ იგივე თუნდაც აი ბოლოსაც ქონდა სუხარს რომ ჭამდი და პამელა ანდერსონის თემა რომ პამელას დიდი იდაყვები აქვს. ეს ცოტა ძველი თემაა და ანუ გათვლილი იყო 400 ლარზე. დაწერილი ხუმრობა. ხო, ხო, აი ცოტა მეტი რო ეფიქრა და 1000 ლარზე რო გაეთვალათ, იქნებოდა ძალიან კარგი. ან ჩაკ ნორესი რო გაეკეთებინა დათოს, ახლა ბრუსლის მაგრად აკეთეს რა. კი, აი მე ძალიან მაგარი იყო. დათო მოკვდი იყო მაგარი. დათო მოკვდი. აბა პატივცემულო კომისია გისმენთ დღევანდელი გადაცემა უნდა შევაჯამოთ. მე დავიწყებ განსაკუთრებით გამოვყოფთი პირველ რიგში ეს ადამიანიც განსაკუთრებით ძალიან საინტერესო ის ქონდა თითქმის ყველა ვიცოდი ეს ანეკდოტი რომელიც გავიგორე მაგრამ პირველ ორზე გამეცინა თვითონ მოყოლის მანერაზე ალბათ და განსაკუთრებით მინდა გამოვყო კიდე აი ეს ორი ყმაწვილი რომლებმაც სამწუხაროდ ვერ მოიგეს 1000 ლარი თუმცა მე ვისურვებდი რომ ისინი კიდე მოვიდნენ ჩვენთან და ასეთი საინტერესო ხუმრობები ძალიან კარგი წარმოადგინოთ და ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდები არიან მინდა ვთქვა განსაკუთრებით მომეწონა ეს დუეტი და არ შემეძლო არ კიდე ვიხილავთ ამ სცენაზე ძალიან ბევრი ესეთი უკაცრავად კარგი ხუმრობა ქონა მაგრამ მე მაინც გამოვყოფდი დღეს ვლადიმერ გუჯელაშვილს თუ გახსოვთ როგორ არ მახსოვს ვლადიმერი რა დამავიწყე ესე ვთქვათ მოძრაობით როგორ ყვებოდა და როგორ გვაშინებდა ყველაფრით ვლადიმერს ქონა რაღაც უფრო ორიგინალური გამოსვლა და ისეთი რაღაცები მოყვა სხვათა შორის არც ანეკდოტად გამიგია არც ისეთი და ძალიან ვიხალისეთ კიდე პირველ გამომსვლელზე ხო თაკოზე თაკოს და პრანჩია თაკოზე ერთი სიტყვით ჩემი აზრით დღევანდელი საღამოც შედგა და დიდი მადლობა მინდა გადავხადო ყველას ვინც ღეულობდა მონაწილეობას ვინც მომზადდა სტუდიაში და ჩვენს ძვირფას ტელემოყრობას არ შემიძლია არ დავეთანხმო დიდი მადლობა თქვენ პატონო ჟიურის წევრებო დიდი მადლობა თქვენ ძვირფას ოსტუმრებო მე ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით ხო ხედავთ ძალიან ადვილია მოხვიდეთ და მოიგოთ 1000 ლარი ერთ კვირაში აქ გელოდებით დროებით